მაგრამ ჩვეულებრივ წყვილი არის დღეს პოსტალიონში სტუმრად რუბრიკაში ამბავი სიყვარულისა. ვახო ივანეიშვილი და ნათია ბაირამაშვილი უკვე გველოდებიან ჩვენ გელოდებით, მოდით. მოვდივართ. მოგესალმებით. ლამაზი წვილი ყავს. რა კარგები. საყვარლესები და რაღაცა გიტარა ჩანს. ხო, ეს გიტარა მე მგონი ტყილა არ იქნება. მოდი სიმღერით ხო არ დავიწყოთ და მე უფრო ახლოს გავეცნოთ. შენ შორს ახარ ახლა ჩემგან სულ შენი ჩახუტება შენი თავი ამა ჩემდა თვალი არ მეხუჭება როდის გნახავ ღმერთმა უწყის მოესწრები ამას რომ შემხვდები ჩემზე უწი კოცნა უნდა დამასრო როდის გნახავ ღმერთმა უწყის მოვესწრები ამას რომ შემხვდები ჩემზე უწი კოცნა უნდა დამასრო სიყვარულით გველოდება ჩემი მყუდრო უბანი სად ხარ ჩემო ცეროდენა სად გატარებს უფალი მოდი გიშლი ხელებს გულისევდით ამებსო ონეტავრა გათენებს ამუძილო ღამესო მოდი გიშლი ხელებს გულისევდით ამებსო ონეტავრა გათენებს ამუძილო ღამესო შენ შორს ახარ ახლა ჩემთან ახლოს დაწყებით ერთმანეთთან არ ვიცი ერთი სიახლოვე ეს მანძილიც კი ეცოტავებათ ესე იგი ისე უყვართ ერთმანეთს ძალიან მაგარია ამას ძალიან ლამაზები ხართ ძალიან კარგები ხართ და ჩვენ ახლა გვაინტერესებს თქვენი ამბავი სიყვარულისა გაცნობის დღიდან კი თავიდან როგორ რანაირად მოგესალმებით ბიჭის ფრიდან გადაამოწმოთ კი რა თქმა მივესალმები პოსტალიონის მაყურებელს ჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან დიდი ხნის არის პირველად ნათია გავიცანი დავდიოდით საერთო მასწავლებელთან და სულ ისე იყო ხოლმე რომ ერთმანეთს ხვდებოდით კიბეებზე მე ავდიოდი ის გამოდიოდა და მოკლედ პირველად დავინახე ეს რაღაც ნაზი არა ნაზი გოგონა გულში ჩამივარდა და მე თქვი რომ მასწავლებელთან ცოტა ადრე უნდა მივიდე მე აუცილებლად გათხოვა მოწადინებული იყავი დაინტერესებული იყავი სწავლა განათლებით ეს იყო ისტორიაზე დავდიოდით კი ეს ამბავი იყო და ამის შემდეგ ნუ რა ვიცი სულ გულში მქონდა ეს ფიქრები რომ ისტორია აღარ მახსოვდა მხოლოდ ნათია მაშინ დაიწყო სხვა ისტორია აბა ერთი თქვენ გითხარით ახლა გამოდიოდით ზემოდან ჩამოდიოდით კიბიდან და დაინახეთ ყმაწვილი რომელსაც გულში ჩაუვარდით მიხვდით ეგრევე თუ არა შინაგანად მიცუქს სიმპათიებს და დამოკიდებულებას ჩემს მიმართ თუმცა იმ პერიოდში საკმაოდ პატარა ვიყავი და ასე სერიოზული და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის მზად ალბათ არც ვიყავი წლების განმავლობაში ინტენსიურად აქტიურად მწერდა და ვცდილობდა რა ქონოდა კომუნიკაცია თუმცა ჩემს მიერ შექმნილი ბევრი ბარიერისა მისმა მიზანდასახულობამ და კარგი გაგებით სიჯუტე მომხიბლა და ჩემში ინტერესი გამოიწვია და რასაკვირველია ანუ პრინციპულობას დავარქმევდი ამას სპეციალურად უკეთებდი ეს ბარიერის უბრალოდ ეს სპეციალურად არა უბრალოდ რატომ როგორც იცით ხოლმე გოგონებმა არა ბიჭოს კარგი იქნია რასაკვირველია მისმა ადგილმა ხომა ძალიან დიდი გავლენა იქონია გიტარა და იჭირა აბა უშვა ხანგები როდის გიმღერა
ბევრჯერ. არა, აი პირველად როდის პირველად კიბეზე რა თქმა უნდა. როდის მოიწვია? არ პირებ კიბეზე ვინ გაცადა, მაგრამ ცადე? სულ გარბოდა. ცადე მართლა? როგორ დაეწი? მოგვიყევი, როგორ აი ეს პირველი ყველაზე ესეთ დიდი ნაბიჯი რომელი იყო და როგორ გადადგე? აი უთხარი რომ იცი რა რაღაცა მოდი იქნებ. იცით რა ამის საშუალებას არ მაძლევდა ხოლმე, რომ იმდენად როგორ ამწარებდა? დავმეგობრდით იმდენად, რომ უკვე რა ვიცი, უხერხულიც იყო, რომ რაღაც გრძნობები გამეზიარებინა. მაგრამ საბოლოოს ანუ მეგობრობით დაიწყო. კი, მეგობრობით დავიწყეთ ყველა. არა, რა გააკეთე ხა გული როგორ მოიგე ხა რაღაცა? სხვას ახლა გოგომანაც სხვას აბა როგორ მოიგო მისი. აქტიური ურთიერთობა დაახლოებით მიკროფონით. 2 წლის წინ დაიწყო აქტიური ურთიერთობა. სადღაც საფრთხის პერიოდი იყო. კი. ხავით გადაეყარათ ერთმანეთს? ერთ-ერთი ბენდი ჩამოდიოდა დინამო სტადიონზე იყო კონცერტი და მივწერე ნათიას რომ თუ წამოვიდოდა ამ კონცერტზე და ცივი უარი ერთი სამჯეროდ ხჯერ უარი მომწერა მე კახურის სიჯიუტით ისე აბა იქნებ ხო არ გადაიფიქრე და ბოლოს ღამის საათები იყო მომივიდა თანხმობა. აბა მეორე დღეს არის კონცერტი, ბილეთები შევაწუხე ყველა და ყველაფერი და როგორც იქნა წავედით. პირველი შენი შეხვედრა აქედან დაიწყო და იმის მერე რა ვიცი ცალკე არ ყოფილვარ. აუ რა მაგარი. კი, კლეთს კარგი დრო გავატარეთ და იმის მერე ერთად ვართ ესე ხელით ჩაკიდებულები დავდივართ. ძალიან კარგი დღე გამოვიდა. აუ ძალიან. ნათი შენ სხვა ვღერი? ჯერ ხო არ დაგიწია უფრო სწორად. ჯერ ცოტა ხანი ჩამოიღე. ყველაფერს თავის დროა მოიცადე. ყველაზე საყვარელი შეხვედრა თქვენი ანუ ეს იყო შეიძლება ჩაითვალოს ეს კონცერტი. პირველ დიდი ნაბიჯი. კი. თუ არის კიდე რომელიმე ისეთი ძალიან დასამახსოვრებელი და არის გულისხმობა? ჩემთვის უფრო ხელისთხოვნის დღე იყო ყველაზე მეტად ემოციური. აბა გვითხარით. გამორჩეული. მოგვიყევი. მე მოვყვები როგორ დავგეგმე ხელისთხოვნა ნათიას და ჩემი ახლო მეგობრები შევკრიბე ყველა ნათიას მოვატყუე რომ მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდით უბრალოდ გზაში მატყობდა რომ რაღაც ნერვიულობდი და უბრალოდ მიზეზი უთხარი რომ უბრალოდ დაღლილი ვიყავი თავი მტკიო და საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა და მაგას ნათიასთან აბა მე ნათია შენი ემოციები იმდენად დიდი იყო ემოცია და იმდენად განსაკუთრებული დღე იყო რომ იმ სილამაზის აღქმა იმ პერიოდში ალბათ ვერ შევძელი და ვერ მოვახერხე თუმცა ყველა თითოეულ დეტალში იგრძნობოდა რომ ძალიან დიდი გულით ქონდა ყველაფერი შერჩეული ძალიან ბევრი ქონდა ამ ყველაფერზე ნაფიქრი და ნამდვილად ალბათ ოცნებაშიც არ მქონდა წარმოდგენილი ასეთი ლამაზი ხელისთხოვნა. თავიდან მიხვდე აი რომ რა ვიდეო მასალა არსებობს ამისი? კი. მე შემდეგში აუცილებლად ანუ კიდევ რომ მოგიწვევთ და მე ამღერებულიც რო იქნება ნათია მე ეს ვიდეო მასალას უნდა გავუშვა. აუცილებლად. აუ რა მაგარი. ის რაგანად მქონდა განცდა და რაღაც სხვა ის ნერვულობა. კი, ნამდვილად გრძნობდი, მაგრამ მაინც რაღაც ვერ ვიჯერებდი თითქოს მიჭირდა ამის გააზრება და თული მომენტი იყო იმ მომენტისთვის ძალიან ნერვულობდი და განვიცდიდი თუმცა ალბათ ეგ ბუნებრივია რა თქმა შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას გავაკდა ხო მე როგორ განვითარდა ეს ამბავი შემდეგ წავედით სამოგზაუროთ ერთ-ერთ კუნძულზე ვიმოგზაურეთ სად იყავით როგორ საბერძნეთში ვიყავით და ბევრი კუნძული იყო შიდა ტურები იყო და ვესტუმრეთ აპოლონის მოკლედ სამშობლოს და კიდე რა ვიცი ძალიან საინტერესო თავგადასავლები ქონდა ოჯახმა როგორ მიიღო ეხა ოჯახში ცოტა შევხედოთ შიდა სამზარეულო ცოტა შორის ოჯახის წევრებს ვიცნობდი მე მანამდე და თურმე შემდეგ გავიგე რომ ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ სიმპათიები ჩემს მიმართ მაგრამ აბა ყველაფერმა გავლენა ხო არ მოახდინა შენ რაღაც გავლენა არა უბრალოდ კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდე თუმცა არანაირი წინააღმდეგობა ან ოჯახის მხრიდან არ ქონია და პირიქით ან ყოველ ძალიან მშვიდად და კარგად მიიღო მე ძალიან გააზრებული მქონდა ამ ნაბიჯის გადადგმა და რა ვიცი არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვეдрია ოჯახის მხრიდან. ამის შემდეგ ყველაზე ესეთი ტკბილი დაგვირგვინება რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს არის ის რომ მელოდებით პატარას, ხო? რა მაგარია. და თქვენს გაგვიმხილოთ. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ სქესი. ეს დღეს განსაკუთრებული ემოციებით გამოირჩეო და აი მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები. მეც და ამაზია. აი ხე გავიგებთ? ბიჭია! აუ რა მაგარია. ვაიმე! ეს ფეხბურთელის ალბათ ეკნება რა მინიჭი ფეხბურთი. ფეხბურთელის იმითი იყო რა ქვია. ბილეთი. ვაიმე და ბურძგლა ხალხო. არის თავცარ ემოციები გეულდებათ წინ.
აუ რა მაგარია. თითოეული დეკორაციის გაფორმებაში და ასე ყველა დეტალში საკმაოდ ორივე ჩართულები ვიყავით და გვინდოდა რომ განსაკუთრებული დღე ყოფილიყო, მოვიწვეთ ჩვენს საყვარელი ადამიანები, გვინდოდა რომ ჩვენი სიხარული ყველას გაიზიარებინა და სქეს ნამდვილად მნიშვნელობა არანაირი ჰქონია, თუმცა გვინდოდა რომ აი ეს კადრები, ლამაზი კადრები ჩვენი პატარისთვის შემოგვენახა. კარგი რაღაცები ექნება სანახავად მომზადებული რომ გაიზრდება და ხო ესე იგი ხელისხოვნის კადრები გვაქვს ესე იგი ეს ხორცილის ამბავი როგორ იყო ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს იყო ერთ-ერთ კონსულზე გადავწყვეტეთ რომ საქორწილო ფოტოსესია გაგვემართა ესე კლასიკური ქართული ტრადიციული ხორცილი არ ქონია თუმცა აუცილებლად გეკმოთ და აი ყველაფერი ეს არის ხელისხოვნის ეს არის ხელისხოვნა უკვე თორმე ქონია ეს ხელისხოვნა მაგრამ სამომავლოდ მაინც გვინდა ქართული ტრადიციული ხორცილი აუ რა მაგრა გქონია გაგიგმე საქმე რაც დედა ეს მე უფრო კარგად აღიდგინე ხო არაფერი არ გვახსოვს არც კარგად გავიაზრე ვაიმე ძალიან ლამაზია ულამაზესი ეს თეთრი როგორ დაემთხვა ანუ შეთანხმებული იყო რამე ეს მე არ შეთანხმებული არ ქონია უბრალოდ ვიცოდი რომ ის მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდით და მე ვცდილობდი რომ რაღაც კარგ ფორმაში ყოფილიყავ ეს მაქსიმალურად მაფრთხილებდა ვცდილობდა რომ კარგ ფორმაში ყოფილიყავ და წინასწარ როგორ გაგფრთხილებული ოქროს აი როგორი მატყუარა ბიჭი ყოფილა როგორი გავიკვირდა მე ვიცი რომ ალბათ თეთრი საწეულება იყო და რაღაც თეთრი ფერი ისე ძალიან რომანტიკული იმით მივდივართ ეხლა ცოტა ინტრიგა ჩავაგდოთ ესე არ შეიძლება. ой, ჩავაგდო. ერთმანეთთან ეხლა რაღაცები ხო არის ეხლა სულ ესე სიამტკბილობაში ხო არ იქნებით. არის რაღაცა წინააღმდეგობები ხო? რაღაცა თემა არის, რასაც შეიძლება ვერ შეთანხმდეთ. აი მაგ დროს როგორ ვინ უფრო უთმობს, ვინ აი როგორ აბალანსებთ ხოლმე ამ ურთიერთობას. კი, ზოგჯერ უკინკლაობას ვიწყებ. ხო ხედავ დაგითმო უკვე შენ გადაგები. უკვე ვიცით რომ აი იქვე უნდა დამთავრდეს ის რა და არ ღირს აი უკვე ეს სხვათა შორის შეყვარებულობა კარგი პერიოდი ამისთვის რომ აი რაღაც გამოცდილებებს იღებ მაგრამ თანაცხოვრება სრულიად სხვა უფრო მეტად ემოციური ხარ თანაცხოვრებაში ყველაფერს გუგლთან მიგაქვს ყველაფერი თუმცა აი ის არის რა ნათია რომ გამოაღებს პანჯერას მე არ ვცდილობ რომ დავუკეტო უთმობ ზოგჯერ ეხლა ველოდებ ნათია რომ გამოაღებს პანჯერას მე ვკეტავ მაგას ველოდებოდი და ცოტა დავიძაბე დათმობი და პატივისცემა მოგო ურთიერთობაში და ახლა ორსულობაში როგორი აი თუ გიჭირს აი ორსული ქალის ასე ვთქვათ რაღაცის სურვილების საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული რა ვიცი თითქმის ყველგან ერთად დავდივარ და რაღაცებში ცოტა ტოქსიკოზი გქონდა ნათიას საკმაოდ რთული ორსულობა მაქვს და მართლა რომ არავა ხო აი ამ პერიოდს არ ვიცი როგორ გავუძლებდი მაქსიმალურად გვერდში ექიმობასაც ვითავსებ აი ისეთ ეგეც არის ხო აი რო არის შოვება და ფიქში რო არ ხდება როგორ რთული ორსულობა მაქვს რომ არაფერი არ მინდება და მსგავსი მეორე ტრიმესტრი რო გადახვალ ყველაფერი მოგდება მე პირველია ცოტა ისეთი მაინც მე უკვე მაქსიმალურად არის ჩართული ყველაფერში ეხლა ესე თქვენი მთავარი გეგმა უკვე გასაგებია რაც არის და როგორც არის ბოლოდინის რეჟიმში და ჩვენ ერთი სიმღერა კიდე უნდა ვთხოვოთ მე აბა რა აუცილებლად ისე ვერ გავუშვებთ რა თქმა უნდა რაც გვინახავს ისე ვნახავ ნატორა ჩვენი სიზმარი ვიცხადება ავდგეთ ფეხზე ვადღე გრძელოთ სწორედ ახლა ვინც იბადება სულში ჟრუანტელი გვივლი ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო დღე დგება ავდგეთ ფეხზე თავანი ვცეთ ისე თბილის ახლა რომ ამღერდება სულში ჟრუანტელი გვივლის ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო დღე დგება ავდგეთ ფეხზე თავანი ვცეთ ისე თბილის ახლა რომ ამღერდება გული მღერის სული მღერის შენი მრავალ ჟამიერი შენი მრავალ ჟამიერი სიცხში სიყვარული გვიდუს ახლა გვმართებს ერთმანეთის ფერება ავდგეთ ფეხზე ვუგალობოთ სწორედ იმ გულს ახლა რომ აფეთქდება უნდა დავიბერდეთ კბილად იფრინონ
გამარჯოს ახალი წლის პირველ დილას თავზე რომ გვათენდება უნდა დავიბერდეთ კბილა იფრინონ და იღუღუნონ დრედებმა გაუმარჯოს ახალი წლის პირველ დილას თავზე რომ გვათენდება ბრავო ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიაში დიდი მადლობა მადლობა ესე იგი მე მაინტერესებს ნათიას მხრიდან როგორ გულშემატკივრობ ხოლმე შენს მეუღლეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ვაფუსის ტკბილი ხასმისმენა და აი პროექტებში რაღაცებში რომ არის ხოლმე ჩართული რო იყო ხო როცა იყო აი რამდენად ემოციურად გულშემატკივრობდი თუ მაინც ვცდილობ რომ თავში გამოხატულება მაინტერესებს მე თუ შინაგანად რო ინერვიულებდით თავისთავად სიამაყით ვივსები მის მოსმენისას რა თქმა უნდა ეს კურიოზი მინდა მოუყვე ეხლა გააცხადე არა თქმევინ არაფერი მოგწეთ ეშინია რაღაცა ერთ პროექტში გავიხსნები ეხლა და ერთ პროექტში რო ვიყავი ნათიას უთხარი რომ ამადა 3 საათზე ამადა ამ დროს ვიქნები ამ დროს და მიყურე და კი ბატონო და ნათია ისე გამოვიდა რომ სხვა არხზე გადართა და 3 საათით ადრე მიყურა და ვიო არ გამოდიხარ რომ მომჩი მერე მითხრა მაგრამ არა უშავს იმდენად კარგად ვიცინეთ ერთად რომ ეგის კურიოზი ჯობდა კარგი პროექტი ვაგო მაინტერესებს აი თქვენი ოჯახი როგორ წარმოგიდგენიათ 10 წლის შემდეგ ცოტა ისეთი ძელვადიანი კითხვა მაგრამ მაინც ეს მოკლებადიან პასუხი რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახი ალბათ რა ვიცი მე მინდა რომ ძალიან ბევრი შვილები მყავდეს და ერთად ვიზრუნოთ მათ გაზრდაზე რა ვიცი და ალბათ იმედია რომელიმე შექნება ან სიმღერის ან სპორტულად მაინც მინდა რომ გავზრდო ბევრი უნდა ყავდეთ რომ რომელიმე სიმღერი ამას სტანდარტი ყოველ საღამო ვცდილობ უმღერო რომ იქნებ რაღაც კი ძალიან დიდ იმას მოდი ვათქვევინო გოგო მე ქალთა უფლებების დამცველად უნდა გადავიქცე მე მე შემთხვევაში როგორ არის მეც ანალოგიურად ვფიქრობ იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი შვილი გვეყოლება ჯანმრთელები და აუცილებლად არ ქართულ მამულიშვილებს და მე ძალიან მინდა რომ კარგი სმენა გქონდეთ კარგი მაქონდეთ და ამაში ვახოს გავდნენ ძალიან კეთილია ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით მე ვიზურებთ რაღაცა გაიხარეთ